შეიძლება დამდეგ წელს ან შეიძლება ამ წელსვე ამერიკის შეერთებული შტატები ახალ ომში ვიხილოთ, კონკრეტულად ვენესუელასთან და ეს იქნება ახალი ტიპის რეჟიმის ცვლილება სავარაუდოდ, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო განცხადებებს აკეთებს, ძალიან საინტერესო თხოვნებს, ერთ თვითონ ძალიან კარგად აჯამებს ცნობილი კომედიანტი, რომელიც პრო ლიბერალური ფრთის წარმომადგენელია, ჯო სტიუარტი, რომელიც Like other than WMDs, why was it so important to take down Saddam Hussein? თავის შორტკატებით, ანუ ამონარიდებით, როგორ გავის ეს ომი ორი ახალ დაწყებულ 2000-იანებში ამერიკის შეჭრას ერაყში, ეს არის ამერიკის მეორე ომი ერაყში, რაც განიხილება ერთ-ერთ ყველაზე ასე ვთქვათ სამარცხვინო ომად, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში და განსაკუთრებით ამ რიტორიკას კარგად მიყვება თავად დონალდ ტრამპი და მისი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი სწორედ ეს იყო, რომ არ არის საჭირო სულელური ომები და ამ პოზიციას რეალ პრინციპში მისი ორივე პრეზიდენტობის ვადაში ძალიან კარგად მიყვება, რაც მართალია, თუმცა როცა შეეხება ამ კონკრეტული ომის დაწყების საფრთხეს, საკმაოდ შეცვლილი აქვს რიტორიკა. თვითონ ტრამპის ერთ-ერთი როგორც უკვე ვთქვით, რომ ერთ-ერთი მთავარი დაპირება და განცხადება იყო ის, რომ ეს ამას უწოდებდა ერთ დიდ მსუქან შეცდომას, რომელიც იყო 2003 წელს ერაყში შეჭრა. Circumstances. That country was led by a sword-wielding, mustachioed madman who held an iron grip on his people and his power. Nicolas Maduro is nothing like... Well, look, I'm sure a lot of leaders use the same sword guy. Superficial coincidence. Same sword, same mustache. I'm sure they wear different hats. It's not a kind of, oh boy. ხუმარას ეფექტი რო გვერდზე გადავდოთ და ის სიმართლის ნაწილზე რომ გადავიდეთ, აი განსაკუთრებით ძალიან ემთხოვა წინა საომარი რიტორიკა და რა იგულისხმება ამაში. მაგალითად, როგორც ვიცით 2003 წელს, როდესაც ერაყში შეიჭრა შეერთებული შტატები, მათი მთავარი განცხადება იყო შემდეგი, რომ ერაყი ინახავდა მასობრივი განადგურების იარაღს, weapons of mass destruction და როგორც აღმოჩნდა, არანაირი მასობრივი განადგურების იარაღი არ ინახებოდა მაშინ ერაყში. მაგრამ აქ რა ზუსტად ემთხვევა წინა საომარი განცხადებები და რას ამბობს ტრამპის ადმინისტრაცია. ისინი ამბობენ, რომ ფენტანოლს, რომელიც არის ოპიოიდური ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი სწრაფმოქმედი და უფრო ეფექტიანი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც აი მაგალითად მორფს შევადაროთ 50-დან 100%-ით უფრო დიდი ეფექტი აქვს იგივე მასობრივი მოცემულობის შემთხვევაში და ისინი ამბობენ, რომ ფენტანოლი შემოდის ძირითადად სწორედ ვენესუელიდან და აი ამის შეჩერება უნდა მოახდინონ და ამის აღკვეთა უნდა მოახდინონ. It doesn't mean that the pretext for the wars will be the same. That drugged-out dinghy was a floating weapon of mass destruction. Every boat carrying fentanyl and drugs in this country is a weapon of mass destruction. მეორე დიდი მსგავსება ეს არის ტერორისტული კავშირები, რომელიც ზუსტად ერთ-ერთში იმეორებს ერაყის ომის დაწყების წინა ამბავს, წინა ისტორიას, როდესაც სწორედ ტერორისტული კავშირების გამართლება იყო შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი. ანუ ამ შემთხვევაში მინდა გაითვალისწინოთ, რომ მე არც ერთ მხარეს არ ვიხრები, ანუ რეალურად როცა ტერორისტული, როცა დიქტატორული რეჟიმები არსებობს, ამ შემთხვევაში გარეჩარების აბსოლუტური წინააღმდეგი არც მე ვარ, მაგრამ უბრალოდ მინდა რომ თქვენ დაგენახოთ წინა რიტორიკა, როგორ გავს ეს ყველაფერი ერთმანეთს. გარდა ამისა, შანსი არის, რომ პროქსი ომი დაიწყოს ირანთან, ირანთან წელს ისედაც ვნახეთ თითქმის კი არა და მივიდეს ხოლმე კონფლიქტი ამ საქმე უბრალოდ არ დაწყებულა სრულმასშტაბიანი ომი, მაგრამ ვენესუელას კავშირი აქვს ირანთან. შესაბამისად ირანთანაც მოუწევს დაპირისპირებაში ყოფნა აუცილებლად ამერიკის შეერთებულ შტატებს. საკმაოდ სავალალო მდგომარეობა, ვენესუელაზე უარესი მდგომარეობა, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ვიცით, პედოფილია ყვავის ირანში და არა მხოლოდ ეს და ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვამბობ, დასაშვები შეიძლება იყოს გარე ძალების ჩარევა. გარდა ამისა, კიდევ ერთი ძალიან დიდი მსგავსება ეს არის ომის ხანგრძლივობაზე. მათი განცხადება შესაძლოა პუტინს ემსგავსებიან, მათი გადაწყვეტილება იყო, რომ ეს იქნებოდა ძალიან მარტივი ომი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და რამდენიმე დღე ესეთი ტერმინიც კი ესეთი ფრაზასაც კი ხმარდნენ, რომ რამდენიმე დარტყმაში მოახერხებდნენ ერაყის შეჩერებას და ამ ომის დასრულებას. თუმცა როგორც ვიცით, არა მხოლოდ ის, რომ 2011 წლამდე ოფიციალურად გაგრძელდა ერაყის მეორე ომი 2003-2011 წლებში, არამედ დღემდე ეს საომარი კონფლიქტები და მისი შედეგები გრძელდება და რაც აისახება მთლიანად ამერიკის შეერთებული შტატებისა და ახლო აღმოსავლეთის ურთიერთობებში და ძალიან საინტერესოა კიდე აი ამით დავასრულებ, ძალიან საინტერესოა ერთი და იგივე ადამიანი ლინზი გვარი აღარ მახსოვს სენატორია თუ არც ერთი და იგივე ადამიანია, რომელიც ზუსტად ერთი და იგივე განცხადებებს აკეთებდა, რომ მათ უნდა დაიცვათ საკუთარი ქვეყანა და რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის აი ეს მასობრივი განადგურების იარაღი იქნებოდა ეს ტერორისტული კავშირები თუ რაც იქნებოდა ზემოდან ჩამონათვალი, რაც მაშინ განიხილავდნენ ზუსტად იგივე ტექსტით ამართლებს ამ ომის დაწყებას. Well, we got one guy making the same case for both wars. And yes, it's who you think. Saddam Hussein's a threat to my country. He's a threat to our way of life. He needs to go. Maduro is an existential threat
to the people of the United States. It is time for Maduro to go.